მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი შეეხება ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს მისამართით დადებულ დასკვნას, სადაც შეიძლება დავიღალეთ ამაზე საუბრით, მაგრამ აბსოლუტურად ყველა პუნქტი არის დეზინფორმაციის შემცველი, არის თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური манипуляციის საგანი და რაც თავარი არის ძალიან უსამართლო ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამ დასკვნაში არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეანელა ევროინტეგრაციის პროცესი, რომ არჩევნები არ ჩატარდა სათანადო გამჭვირვალობით და კონკურენტუნარიან გარემოში. არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში მოლდოვაში, მაგალითად, არჩევნები ჩატარდა რუმინეთში, გერმანიაში, რა თქმა უნდა, საფრანგეთში, აქეთ ერთი პერიფერიაში და მეორე ინდუსტრიულ ბირჯში, ხო? როგორ ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში პირველი წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა, არა ისე პარალელურად რო ვაკომენტაროთ, რა წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა, ესე იგი ოპოზიციური პარტიების და მზარდი და ესეთი, რომლებიც გადაასწრებდნენ მათი დაფარვით, მათი დამალვით, საჯარო სივრციდან მოსპობით, ზოგი ოპოზიციური პარტიის წევრების მკვლელობით პირდაპირ დაჭერით, რუსეთის აგენტობის ბრალდებით და სხვა შორის მიშა ნელ-ნელა უკვე აი ამ რაც deep state-მა თავისთავად გამოავლინა, ხვდებით, რომ მიშას პოლიტიკა, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებდა, იქნებოდა ეს რუსეთის აგენტობა, იქნებოდა ეს სისტემური წამება ციხეში, გადაღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თურმე არ ყოფილა მიშას ექსკლუზივი, ნელ-ნელა ხვდებით, რომ ეს deep state-ის ხელი იყო და ჩვეულებრივი მოდელი. მან ერთი შეგეწინააღმდეგები, რომ კონკრეტულად იმ ტიპის ინსტიტუციონალიზებული წამება, რომელიც ქართულ ციხეებში იყო, ეგ მგონია, რომ მართლა ამათი გაუკუღმართებული გონის შედეგი იყო, რომ ახლა ჩვენ ვიცით, ყველა მიცის აბუგრების პირობები. კი, არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეროვნული მოტივები და აემატა მერე, ხო? თავის ფოლკლორი შეიტანეს. კი, ბატონო, ხო, რაც შეეხება არჩევნები ესეთ გარემოში ჩატარდა მაგალითად ევროპაში, მოლდოვას არჩევნები, ნუ არ ვიცი, ესე იგი არნახული მობილიზაცია გამოცხადდა ემიგრანტების და ესე იგი იქ ხმები როგორ და რანაირად დაითვალეს, რანაირად ჩათვალეს და გააყალბეს, ან ყველაფერი იქნეს, რომ აიასანდოს გაემარჯვებინა და რუმინეთში კიდე პირდაპირ და სხვა შორის მოლდოვის პრეზიდენტზე დოდონზერების გახორციელდა, ხო, ესე ჩვეულებრივი პროცესის ნაწილი იყო, სადაც ლიბერალურმა დემოკრატიამ პირდაპირ უაპელაციოდ ესე იგი არ ვიცი ჯერ დაიჭირა, შემდეგ მართლა პოლიტიკურ რეპრესია მოუწყვეს კონსერვატორ ისეთ ევროსკეპტიკ მართველს და ხა მაია სანდუზე აპარაკი ზედმეტია, ნუ წინა გადაცემაში ვახსენეთ, ხო, რა გააკეთა მე მოლდოვამ, რომ საფრანგეთს შეუძლია ქიმიური ნარჩენები და აბინაოს ჩვენთან სანაგვე ურნად გადავიქცევით ქვეყანაო და რუმინეთში საერთოდ რუბლები უპოვესო ბიჭო იმას. ანუ ხვდები ვინ გველაპარაკება ჩვენ დემოკრატიულ პროცესებზე, ჩვენ გველაპარაკება ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩვენ გველაპარაკება კაია კალას ევრობიუროკრატები, კორუმპირებული ევრობიუროკრატები, რომლებიც არ გამოხატავენ თავიანთ ქვეყნებს, მეტიც თავიანთ ქვეყნებში არიან პოლიტიკური ბანკროტები. ანუ არ არიან ესენი რეპრეზენტატორები იმ პირობებშიც კი მაკრონი არის 10-დან 15%-მდე იმ პირობებშიც კი, როცა ლეპენს იჭერენ, აბრალებენ ყველაფერს და მასობრივ ტელევიზიურ საჯარო სივრცეში, არც ბილბორდებზე, არც მეინსტრიმ ტელევიზიებში არ ჩანან და სოციქსელებში კონსერვატიულ პოზიციაზე იჭერენ ხალხს, ანუ პირდაპირ იჭერენ, არც მეტი, არც ნაკლები და ესენი გველაპარაკებიან კონკურენტუნარიან არჩევნებზე, სადაც ჩვენმა ოპოზიციამ აიღო ამდენი მანდატი 60, ხო თუ არ ვცდები ზუსტად. და არ გამოიყენეს ეს, დააღალატეს თავიანთი ამომრჩეველი, ეხლა სხედან ციხეში და მათი პარტიები არიან კითხვის ნიშნის ქვეშ. მან რეალურად თავარი აბსურდი, რომელიც ეგეც საკითხავია, მათ მიაწოდეს, ანუ გარე პატრონებმა მიაწოდეს ამ შიდა აგენტურას, თუ ამათ თქვეს, რომ აი მაგარი გეგმა ვიფიქრეთ და ისინი დათანხმდნენ, რომ კაი გეგმა არის და მაგას გაყევითო. თავარი აბსურდი მართლა და კომედია მდგომარეობს იმაში, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ აყენებენ ყველაზე ალბათ სასაცილო მიზეზით, რაც კი შეიძლება მოიფიქრონ, რაც არის 400,000 ხმის გაყალბება, თითქოს ქართულმა ოცნებამ 400,000 ხმა
ქვეყნის მასშტაბით გააყალბა ისე რომ ამის არც ერთი მტკიცებულება ამ დრომდე ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გაყალბება იყო მოლდოვაში. მართლა. ხო და რეალურად აი ხა ჩვენ რო გავყვეთ მაგალითად და მოდი ეგრე გავაკეთოთ. იმ 9 ნაბიჯს რომლის აღსრულებასაც გვაიძულებს ევროკავშირი და გვეუბნება რომ აი როდესაც ამ 9-ს შეასრულებთ მე შეგვეძლება რომ ჩვენ ეს კართან ზღურბლთან მოგაახლოვოთ. მე მგონი ის დროც ნევნელა მთავრდება სადაც ულტიმატუმების ენა ერთი რო იყო მიზანშეწონილი და ჩვენ ამ ენას ვისმენდით და მეორე წმინდა პრაქტიკული და პრაგმატული თვალსაზრისით იმხელა გადალაგება ხდება გეოპოლიტიკური და იმხელა საკითხები გადაიხედება და ისე იცვლება დღის წესრიგი რომ საერთოდ აქეთ უნდა ველაპარაკოთ მე მგონი თითისქნევით და თუ რამე უნდათ აქეთ ანუ არ გვინდა მოახლოვება ანუ არ გვინდა ეგეთი ულტიმატუმის ენით როცა გვესაუბრებიან რამეზე წავყვეთ არა კაი წავყვეთ მოდი თითო პუნქტი ხო ანუ პირველი პუნქტი მაგალითად ამ 9 ჩვენს მიერ შესაძლოა ნაბიჯში არის ეს ძალიან ბუნდოვანი დეзинფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც ფურცელზე ბუნდოვანია, მაგრამ ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვხვდებით, რას ნიშნავს. ეს დეзинფორმაციასთან ბრძოლა არის ზუსტად იგივე კალიბრის, რაც იყო მაგალითად ალქაჯებზე ნადირობის პერიოდში, ის რომ ნებისმიერ ადამიანს დაძლებდი ბრალს, რომ ქალბატონს ნებისმიერს, რომ აი ამას ეს გძნეული არის და ეს ალქაჯი არის და კუდიანი არის და შესაბამისად შეგეძლო კოცონზე დაგეწვა რა. ანუ ანალოგიურად დეзинფორმაციასთან ბრძოლა მათთვის არ იქნება, რომ თუ ევროპული რაიმე ტიპის ინსტიტუციის, ევროკავშირის მიერ აღსრულებული რაიმე ტიპის კანონის, რაიმე ტიპის არასწორი კრიტიკის და დეзинფორმაციის პირიქით იმას გამოვლენას თუ დაიწყებ, ამაზე საუბარს თუ დაიწყებ, თუ ქართული ოცნების ლიდერშიპიდან ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ეს არ გვეკადრებოდა ჩვენ როგორც ქვეყანას, ამის ღირსი არა ვართ, ჩვენ რეიტინგებში სოფლიო დათვლის უფრო წინ ვართ, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. ნუ ერევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში სხვა ევროპულ ქვეყნებს ელჩები ეს არის დეзинფორმაცია თავდასხმა ევროპულ სტრუქტურებზე კურსიდან გადახვევა და თავარი რა არის რომ ის მაგალითად სოცქსელებში ფაქტ ჩეკერები ვინც არიან თავიანთი დესპანები ვინც ყავს რა აქ ქართველი აგენტურის სახით ანუ ესენი ხომ ექსკლუზიურად მარტო ესეთ სახელისუფლებო რიტორიკას იმაშვებიან ამოწმებენ და იქაც ყოველთვის მათი მხრიდან არის არასწორი და დეзинფორმაციული დასკვნები მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვედავებიან იმას რომ დეзинფორმაციას სახელმწიფო არ ებრძვის სათანადოდ ბაჩო შეხედე საკითხი კიდევ უფრო მარტივად მოქმედებს რა შენ უნდა აკრძალო far right და ევროსკეპტიკური რიტორიკა შენ უნდა აკრძალო კონსერვატიული დღის წესრიგი რომელიც შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებული იყოს და რაღაცა ობიექტურ რეალობას აღწერდეს, მაგრამ დეзинფორმაცია იმ მხრივ არის, რომ დიდ მიზანს, ანუ კომუნიზმში შესვლის მიზანს, რა, ტელეოლოგიურ დიდ მიზანს ეწინააღმდეგება. შეიძლება აქ და ახლა ეს სიმართლეს გეუბნება, ეს რიტორიკა, მაგრამ ეს უნდა აკრძალო. და სხვა რიტორიკა, მაგალითად, ნიკა გვარამიას ტელევიზია, რასაც აკეთებდა ნოდარ მელაძის ტელევიზია, აი ეს მთელი NGO დღის წესრიგი რასაც აკეთებდა სიტყვაზე რომ გამოვიდნენ და დავაი მილიონი პირადობა თუ რამდენი პირადობა იბეჭდება ყალბი პირადობა. არ აქვს მნიშვნელობა იქ მოიტყუებიან რომ დეзинფორმაცია მაგალითად რომ ციხეში ბუნტია და რაც იყო რა ყველაფერი ამაზე ხა ჩვენ მე მგონი ლექციები გვაქვს ხო წაკითხული. ეს არ არის დეзинფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება აქ და ახლა ეს ტყუილს ამბობს, მაგრამ სამაგერო დიად მიზანს ემსახურება. მე გავიხსენებდი შარლ მიშელის დოკუმენტს და 12 პუნქტიანი გეგმა იყო, სადაც ყველა პუნქტი იყო ისეთი, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი პოლისემიური ქვია ამას, რომ ვერ გაიგებ და ვერ მიუდგებ. აი, ხო იცი, მეკოთნე ქოთან საითაც უნდა სახელურს იქით გაუკეთებ. შესაბამისად, აი როგორ ეცი შენ შეიძლება შეასრულე ეს ყველაფერი, მაგრამ მე მოგედავებ. მაგალითად, შარლ მიშელის პუნქტში ეწერა დეპოლარიზაციის პროექტი. ეს როგორ უნდა მოხდარიყო, როცა პოლარიზაციის პროცესი ძალიან მარტივად და პუნქტობრივად რომ მიუყვეთ ყველაფერს.
პოლარიზაცია რას ნიშნავს? ესე იგი, მწამებელ რეჟიმთან, რომლებიც ადამიანებს, კაცებს სისტემურად აუპატიურებდნენ, სხვა რა ყველაფერს თავი დავანებოთ და ამის კომპრომეტირებას ახდენდნენ და იღებდნენ, მოვიდა ახალი მთავრობა და ეგონა 2012-ში ეგონა მთელ საზოგადოებას, რომ აი მართლა უდიდესი ბრაზი რო იყო დაგროვილი, რომ მოდი აი ვიღაცაზე შურს ვიძიებთ, გაგიჟებულები რო იყვნენ ადამიანები, მაშინ იმ პერიოდში ესე იგი ბიძინავანიშვილმა განაცხადა, რომ მოვექცეთ ისე, არა როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ როგორც ჩვენ შეგვეფერება რა და ეს ხო არის უკვე მე ერქვა კიდეც ხო კოაბიტაციის პროცესი. ეს ხო არის კიდე რომ ესეთი პოლარიზაცია არ იყო ჩვენი მხრიდან პროვოცირებული. პოლარიზაცია იცი როდის დაიწყო, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად, როგორ უნდა იყოს ესე იგი სამედიცინო მოწყობა, როგორ უნდა იყოს განათლების სისტემა და იქიდან გელაპარაკეთ და როგორც უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, როგორც უნდა იყოს პოლიტიკური დებატები, რაზეც უნდა საუბრობდნენ პოლიტიკოსები, ხო? აი ამ პოლისებზე რა, ჯანდაცვაზე, თქვათ, განათლებაზე, ასე შემდეგ, ბიუჯეტი რა როგორ დაიხარჯოს. იქითა ტელევიზიიდან გამოდიოდნენ და გეუბნებიან, რომ კოცები ჭამენ ბავშვებს, ისინი რაღაცა ამას აკეთებენ, საშინელებებს, მე გიწევდა პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, რომ პოლარიზაცია მხოლოდ მათი დაწყებული ამ მანიაკების. გასკურველი. აი ევროკავშირმა თავისი თავი დაიზიანა საქართველოში მაშინ და კიდე ერთხელ ეს უნდა ვიმეოროთ ხოლმე რა რომ ევროკავშირს ვერც ერთი ევროსკეპტიკი ვერ დააზიანებდა საქართველოში ისე როგორც თავი დაიზიანეს. დაიზიანეს მაშინ როცა ის 309 პარლამენტარმა მოაწერა ხელი იმ სამარცხვინო რეზოლუციას, სადაც კეზერაშვილი იყო დევნილი მედია პერსონა. შენ რატო წახვედი შარლ მიშელამდე, როცა ამ 9 ნაბიჯში ერთ-ერთი არის? კი ბატონო. ხელისუფლებას მოუწოდნენ რომ პოლარიზაცია. არა, მაქედან მოყოლებული თქო რა. გაძლიონ. და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივე ევრობიუროკრატია მუდმივად არის იმის ცდილობაში როგორმე გააძლიეროს ოპოზიცია. ჩვენ რაღაც არნახული რაღაც ნახავთ სოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ოპოზიციას, რომელიც რევოლუციას აპირებდა, დაუდგნენ რევოლუციური აქციის სცენაზე. ერთმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა, მეორემ აბა ხალხო არ გაჩერდეთო და თქვენ იცითო და ხარს გიჭერთო, ანუ ესეთი პირდაპირ ჩარ, ნუ ანუ ალბათ ამის შემდეგი ეტაპი შორს არის და ვერ ხდება. არის უკვე სამხედრო ინტერვენცია რა. რომ უკვე ყველაფერი რო ძალიან თვალხილულია რა და ეგეთ პირობებში შენ გეუბნებოდე მე რომ პოლარიზაცია დაასრულა, თან მუდმივად ტყუილს გაბრალებდე შენ და მხარს უჭერდე შენ ოპოზიციას, რომელიც პირიქით მარტო სიძულვილის ენით არის შენთან მოპაექრე. ეგეთ შემთხვევაში პირიქით არა შეუძლებელი არის რომ პოლარიზაციას საუბარი ჯანსაღად წარიმართოს. რაც შეეხება შემდეგ პუნქტს, რაც არის საგარეო პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ანუ აქაც ის მთავარი ხაზი გადის რასაკვირველია რუსეთზე, უკრაინაზე. და გავიხსენეთ ამერ მთავარი ევროპარლამენტმა მიიღო სამარცხვინო რეზოლუცია, რომ ქართული ოცნება სანამ არ ლამის ესეთი რა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და მოიყვანეთ კეზერაშვილი, რომელიც არის დევნილი მედია პერსონა და პოლიტპატიმარი არის მიშა სააკაშვილი და ამას ვერ შევეგუებით ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის საქმეებში ის არის რა ქვია ცხვირის ჩაყოფა დამნაშავე რეჟიმის სასარგებლოდ. თქვენც ხარ იქნებით დამნაშავე. საგარეო კურსის დაახლოებაში რეალურად ნაგულისხმები არის და უნდა იყოს, ფურცელზე არის და შინაარსობრივად უნდა იყოს დაახლოებები, მაგრამ რომ საერთაშორისო რეზოლუციები რაც იდება, რაღაც შეთანხმებები რაც ფორმდება, იქ ხარი დაუჭიროს აგრეთვე საქართველოს. რაც პირნათლად არა ამ ქვეყანას შესრულებული საქართველოს და მის ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო რეზოლუციას ომთან დაკავშირებით იქნებოდა ეს თუ სხვა საკითხებზე, ყველგან არის შეერთებული, აგერ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ იყო, როცა კვლავ უკრაინის მხარდამჭერ ერთ-ერთ რეზოლუციას შეუერთდა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით ჩვენ ქვეყანა, მაგრამ ამაზე მაინც გეუბნება რომ უკუსლო არის. ანუ რეალურად საგარეო ვექტორის დაახლოება ევროკავშირთან გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რასაც გეტყვით, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს და რაც გგონია რომ უნდა აღასრულოთ და რასაც ამ 3 წლის განმავლობაში გვეჩალიჩებიან, რომ როგორმე შევეხიდოთ უკრაინას ამ ომში და რუსეთის ძალები გადმოვტყორცნოთ საქართველოს ტერიტორიებისაგან, ანუ მანდ უნდათ. უბრალოდ მაგას რო გააკეთებ, მაშინ შენ საგარეო ვექტორში დაგვემთხვიე ჩვენ. თორე აბა სხვა მიმართულებით რაც უნდა იყოს ამის შინაარსი, აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული აქვს საქართველოს. მან როგორ უნდა კითხან რაღაცა, რომ ჩვენ საგარეო ვექტორს ვერ დაემთხვი.
ნუ იგივენაირი მაგალითად ესეთი გაჭედვა რო არის ამ გამჭვირვალობის კანონის შესახებ და ოჯახის ღირებულების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის შესახებ, რო ეს არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის იმიტომ რომ იქ არის საჭირო სქესის გადაკეთების უფლება კონდეს 16 წლამდელ ბავშვს და 16 წლამდე კი არა, ანუ ასა კი არ არის. ხო, ასა კი არ არის. ბავშვი ლაპარაკს რო დაიწყებს და რო იტყვის რომ დავუშვოთ ბიჭი რო იტყვის რომ გოგო ვარო, იმას უნდა შეეძლოს რომ შემდეგ იმ ქვეყანაში სადაც ამას იტყვის, ის ქვეყანა ვალდებული არის რომ ამას იურიდიულად გაუფორმოს, იუსტიციაში წაიყვანონ 2 წლის ბავშვი და გადაუკეთონ სქესი ისე როგორც მას წარმოუდგენია. ამაში ადამიანის უფლებებზე, როდესაც გედავებიან და თავარი მოსადავებელი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და არასრულწლოვანების და ოჯახის დაცვის შესახებ კანონი. რომ მან ხო ძალიან ცალსახა არის უკვე ყველაფერი, ანუ ადამიანის უფლებების პირიქით ჩვენ გეუბნებიან რომ ადამიანის უფლებების ხელყოფა უნდა მოახდინოს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვგონია რომ ეს საჭირო არის. ნუ სასამართლო შემდეგ ის რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის deep state-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და იარაღი ქვეყნის საკონტროლებლად. ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით რომელიც ეს გახმაურებული ამბავია მოვიდათ პოლონეთში ამაზე სერიოზული დავა იყო პოლონეთმა არ დათმო სასამართლო და ჰქონდათ ზუსტად ამაზე პრობლემები. და ამით შეინარჩუნა პოლონეთმა თავისი ის ნიშა და ნამდვილი ევროპელობა, რომელიც აქვს უნგრეთთან, არ ვიცი, ხა ჩეხეთიც ბრუნდება, აი ამ ქვეყნებთან. ჩვენ დაბრუნდა გასულ უკვე. სასამართლო არის ის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც არ დაუთმეთ ჩვენ deep state-ის წარმომადგენლებს, აგენტებს და ამით თორე ჩვენ ეხა ყოველ წამს პრობლემები გვექნებოდა აბსოლუტურად ყოველ წამს და უკვე ომშიც ვიქნებოდით და ძალიან არ მინდა იმ ცუდი სცენარის წარმოქმნა ომის შემდეგ რა მოხდებოდა. სხვათა შორის უახლესი საერთაშორისო დათვლით საქართველოს სასამართლოს თავისუფლების ინდექსი არის გაცილებით უფრო მაღალი ვიდრე 10-მდე ევროკავშირის წევრი ქვეყნის და რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. მაგრამ მაინც საკმარისად დამოუკიდებელი არ არის. არა, იმიტომ რომ მათი არ არის სასამართლო. ხო, რასაკვირველია. ხო, მარტივად, ანუ შეხედე ყველა პუნქტს აქ ძალიან ერთი არის რა წერია და მეორე არის რა იგულისხმება სტრიქონებს შორის. დეზინფორმაციასთან ბრძოლა ამაში იგულისხმება, რომ დეზინფორმაციას კი არ ებრძოლოთ. ჩემს საწინააღმდეგოდ რაც არის იმას ებრძოლოთ ყველაფერს და ჩვენ იდეოლოგიას რაც შეეფერება, გინდა დეზინფორმაცია იყოს და გინდა ადამიანზე რაც გინდა ის დავაბრალოთ, ეს მოსულა. სასამართლოს დამოუკიდებლობა კი არ გვინდა, სასამართლო რომ ჩვენი იყოს ეგ გვინდა. მიხვდი აი ესე შეგვიძლია ვთარგმნოთ ეს ყველაფერი. აი მაგალითად დანაშაულებრივი დეზინფორმაცია არის რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ბორის ჯონსონის აღიარება, რომ არც ერთ მომენტში უახლოესი 6 წლის მანძილზე 2001 წლიდან ყველა იმას ვესწრებოდიო ნატოს ოფიციალურ შეხვედრას არც ერთ შეხვედრაზეო არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ უკრაინას მცირედი შანსი მაინც ჰქონდაო გაწევრიანების. მაგრამ აგრეთვე ბორის ჯონსონი 2023 წელს ამბობდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება აუცილებელი და ძალიან რეალისტური. აი ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც უნდა ებრძოლო, რასაკვირველია, მაგრამ ამ მიდგომით არის რომ შენ მაშინ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო. ამაზე არ უნდა ილაპარაკო. ესაა დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ევროატლანტიკური სტრუქტურის კრიტიკა გამოდის მერე და როგორ შეიძლება შენ სიმართლე ახადო ევროატლანტიკური სტრუქტურის ბოროტებას. შემდეგი საკითხი სასამართლოსაც რომ გავცდეთ არის აგრეთვე ძალიან ესეთი ფანტასმაგორიული დეოლიგარქიზაცია, რომელიც შენ გაიხსენე ის სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ისევ ამ ევროპულმა პარლამენტმა, რომ თითქოს ბიზნესმენი არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის დევნილი მედია პერსონა, ჯერ მედია პერსონა როა ეგ უკვე მაგარია, მაგრამ დევნილი მედია პერსონა უფრო მაგარია და პოლიტპატიმარი სააკაშვილი. ანუ მწამებლები ომის დანაშაულის და ომის ხარჯზე გამდიდრებული და კოლცენტრებით შემდეგ გაათმაგებული ფულის მქონე ადამიანი მედია პერსონა თურმე და წამებელი და სისტემური წამების შემოქმედი და სისხლიანი 9 წლის შემოქმედი არის პოლიტპატიმარი. ხო, ოლიგარქიის სამართლებრივ თუ სხვა ნებისმიერ ფონეტიკურ გაგებაშიც კი იკვეთება მხოლოდ ორი ასეთი
პოლიტიკური ფიგურა საქართველოში და საქართველოს პოლიტიკაში ეს არის მამუკა ხაზარაძე და ეს არის დავით გეზერაშვილი. დავით გეზერაშვილს კლასიკური გაგები. კი, დავით გეზერაშვილს იქ ჩანაწერი აქვს აგერ გაკეთებული და მამუკა ხაზარაძისადმი არასოდეს გავიარეთ ეგ მამუკა ხაზარაძეს ელჩი ქირობს იმის რა ქვია ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით მისგან ბინას საერთოდ. თემა ბევრჯერ გვაქვს. შემდეგი პუნქტი რაც არის ეს არის ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებებზე მოდავება ძირითადად ხდება რომ აი ჟურნალისტური იმის რა ქვია საქმიანობის ხელის შეშლა. აქ რასაკვირველია არც პოსტივის, არც იმედიის, არც სხვა რომელიმე არხის ჟურნალისტი, რომელიც არ არის ესეთ აქტიურ ოპოზიციურ რადიკალურ ქმედებებში ჩართული, მათ რო ლანძღავენ, ცემენ შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც მართლა ხელს უშლიან საქმიანობაში, არასოდეს არ ყოფილა მოხსენიებული, არასოდეს რამდენი შემთხვევაში სადაც მიგვიმართავს, რომ აი ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ და სრული დუმილი, იმიტომ რომ ესენი ადამიანები არიან, მაგრამ ადამიანები არიან, მარტო ჩვენი და ჩვენი NGO-ს მიერ დაფინანსებული მედიები, იქნება ეს თავარი თუ პუბლიკა თუ TV პირველი თუ ასე შემდეგ რა. შესაბამისად, რომ მაგაზეც მოდავება, რომ თქვენ ადამიანის უფლებებს კარგად არიცავთ, იმიტომ რომ გაქვთ ოჯახის დაცვის შესახებ კანონი და ამით ჩვენ გგონია, რომ თქვენ აბსოლუტურად ყველა უცირესობას ჩაგრავთ და ოპოზიციურ ჟურნალისტები რახან არ არიან იმაზე უფრო მეტად დაცულები, ვიდრე ყველა დანარჩენი, ამაშიც გგონია, რომ თქვენ ადამიანის უფლებებს არ გვაქვთ, ან მაგას ვერ მიიღებ ადამიანი ვერანაირ არგუმენტად. და მე მგონი ბოლო დაგვრჩა ამ 9 ნაბიჯიდან, რაც არის კორუფციასთან ბრძოლა და რომელზეც გვეუბნებიან, რომ თურმე ამაშიც უკან დავიხეთ არა და ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი მოქნილი, შედეგიანი და გამალებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა და კვირა არ გადის, რომ ჩვენ არ გავიგოთ, რომ სადაც კი რაღაცა პატარა ეს დარღვევა არსებობდა ქვეყნის მასშტაბით წარსულში თუ მიმდინარე, რომ სამართალ პასუხისგებაში არის ვიღაც მიცემული, რომ გამოვლენილი არის რაღაც მსგავსი კერა, ამ მიმართულებით ისეთი აქტიური სამუშაოები ტარდება, ყველას ყურამდე მიდის, ხო ეს ხო არ არის რაღაც საზმე ანგარიში უნდა ჩაიწეროს. შესაბამისად, ალბათ ეს არის ალბათ ისეთ ყველას თვალსაჩინო, რომელზეც რანაირად უნდა გითხრან კიდე რომ რაღაც კორუფციას საკმარისად არ ებრძვიო, ბოლო-ბოლო შენი ყველაზე ისეთი ჩინოვნიკები, ყოფილი ჩინოვნიკები მოხვდნენ ამ სივრცეში და მათზე განხორციელდა, ხო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიკა. მოდი რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი ვთქვათ შემდეგი, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, მას შემდეგ საქართველოსთან აშკარად დაიძაბა დამოკიდებულება და განწყობა და ზოგადად მიმართება ევროკავშირის deep state-ის მხრიდან. ამაზე შეუძლია სკეპტიკურ მსმენელს და მაყურებელს დასვას კითხვა თუ რატომ. იმიტომ რომ ჩვენ გთხოვდნენ კონკრეტულ რამეს. ეს იყო დავხმარებოდით უკრაინას. ერთი ომში ჩართვით და უშუალოდ საომარი მოქმედებების თვალსაზრისით დაგვესუსტებინა რუსეთი და მეორე შევერთებოდით სანქციებს, ანუ ჩვენი სანქციები ყველა მიცოდა რომ რუსეთს არაფერს დააკლებდა, მხოლოდ საქართველოს დააკლებდა, უბრალოდ ეს ფაქტია რომ ურთიერთობებს გაგუფუჭებდა საბოლოოდ. და საქართველოს იქნებოდა უკვე კიდევ უფრო დაჭერილი საშანტაჟოდ. აი ამ ყველაფერს ემთხვევა ევროკავშირთან ესკალაცია ურთიერთობების და გამძაფრება და ვთქვათ დაძაბულობა. შემდეგ მოდის უკვე ის პროცესი, რასაც ეხლა განვიხილავთ. პირველი იყო ეს ევროკავშირის ევროპარლამენტარების რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ მედია პერსონა დევნილი კეზერაშვილი, სადაც გთხოვდნენ უკვე ვერ გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, რატო არ შეგაქვთ ეს კანდიდატის სტატუსით, გვაშანტაჟებდნენ, მე მოგცეს ევროპული პერსპექტივა, რაღაცა მოკლედ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ის, ჩვენმა პრემიერმა რო თქვა, რომ 2028 წლამდე ჩვენ ამ შანტაჟში აღარ შევდივართ, ჩვენ ყველა იმ პარამეტრს დავაკმაყოფილებთ, რაც ევროკავშირისთვის არის საჭირო. და უკვე ავაკმაყოფილებთ, თუნდაც აქეთ დაგველაპარაკოთ. ოღონდ თანასწორი საუბრის ფორმატში, იმიტომ რომ ჩვენ
არც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არც ახალი მსოფლიოს გადავაგების თვალსაზრისით აღარაფერი აღარ გვჭირს საშანტაჟო. რა ჩვენ სხვა დღის წესრიგი და სხვა რაღაც გვაქვს მოსაძებნი. რეალობა, მოდი ესე ვთქვათ რა. და თუ ვინმეს უნდა აქეთ დაგველაპარაკოს, აქეთ შემოგთავაზოს პირობები და ჩვენ განვიხილავთ ხალხი, მთავრობა, ყველანი განვიხილავთ და ჩვენი თვე გადავწყვეტ. გვაწყობს თუ არ გვაწყობს, ჩვენც არ არის საკრალური და არ არის რაღაცა ის ტელეოლოგიური მიზანი, ჩვენც არის პრაქტიკული და პრაგმატული ინტერესის საგანი რომელიმე ალიანსს. ეს არის და როდესაც შენ გეუბნები რომ ამ ალიანსში გაწევრიანების გამო შენ ყველა შენი ეროვნული ინტერესი და უსაფრთხოების ინტერესი უნდა უგულებელყოფო და მხოლოდ მაშინ გექნება შესაძლებლობა ისიც არა გარანტია რომ რაღაც არამედ შესაძლებლობა ანუ მან რასაკვირველია არც ქართული საზოგადოება და არც ქართული ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგავს და ისევ დარჩება ეროვნული სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მადლობა ყურადღებისთვის, დღეისათვის ეს იყო მომავალ შეხვედრა.